ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სცენარი არის სიტუაცია, როცა ავტომობილი ყინვაში არ იქოქება. ასეთ დროს მთავარი პრობლემა ხშირად არათავად დაზიანებაა, არამედ ის ქმედებები, რასაც მძღოლი პანიკის ფონზე აკეთებს. ტექნიკურად არასწორი რეაქცია შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდეს, ვიდრე საწყისი პრობლემა. ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის დაგოქვის განმეორებითი მცდელობა. როდესაც აკუმულატორი უკვე დასუსტებულია, ყოველი ახალი ცდა ამცირებს მის დარჩენილ რესურსს. ამას ემატება ისიც, რომ ცივ ძრავში ზეთის სქელია და ძრავი დამატებით დატვირთვას იღებს. შედეგად ერთი პრობლემა სუსტი აკუმულატორი შეიძლება გადაიზარდოს სტარტერის ან ძრავის სისტემურ დაზიანებაში. კიდევ ერთი ხშირი შეცდომა არასწორი დამხმარე კაბელების ან არასწორი ჩართვის გამოყენება. პოლარობის არევა ან დაბალი ხარისხის კაბელები საფრთხეს უქმნის ელექტროსისტემას, სენსორებსა და ელექტრონულ ბლოკებს, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებში განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ზამთარში ელექტროსისტემის დაზიანება ხშირად ნიშნავს ხანგრძლივ და ძვირ რემონტს. ხშირად მძღოლები ვერ ითვალისწინებენ ზეთის როლს. თუ ძრავში გამოყენებული არასწორი სიბლანტის ზეთი ცივ პირობებში ძრავა გაცილებით რთულად ტრიალებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დაგოქვის პროცესს. პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს აკუმულატორში, არამედ ზეთში, რომელიც არ არის გათვლილი დაბალ ტემპერატურაზე. ანტიფრიზიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გაყინული ან არასწორი კონცენტრაციის ანტიფრიზი შესაძლოა ზღუდავდეს გაგრილების სისტემის ნორმალურ მუშაობას, რაც ძრავზე დამატებით სტრესს ქმნის. ზამთარში გაჩერებული ავტომობილის მთავარი წესია არ იჩქარო. სწორი დიაგნოსტიკა, მდგომარეობის შეფასება და გააზრებული ქმედება ბევრად უსაფრთხოა ვიდრე სწრაფი, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებები. ტექნიკურად ზამთარი არ პატიობს სპონტანურობას.